სატურნი ჩვენთან ესეთ სერიოზული კოსმიური მასწავლებელის ენერგია აქვს, ეს გადადის ახალ 30 წლიან ციკლში ფაქტიურად. ესებზიდან გადადის ვერჩი, ანუ თავიდან იწყება ათვლა. ნეპტუნი ციცვლის მეგობრებს ციკლს და გადადის ვერჩი და ორი დიდი პლანეტა, როდესაც მთლიანად ახალ ციკლს იწვევს, ეს არ არის უბრალოდ რომ ნიშანში სხვა ნიშანში გადავიდა. ეს არის ახალი ციკლის დაწყება. ან ესეთ კარდინალურ ნიშანში ვერჩში შედის, ეს ძალიან ძლიერი ენერგიული ნიშანი არის, ეს არის მკვეთრი ცვლილებების ნიშანი, როგორც წესი, რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს იზიდავს ხოლმე. სატურნი ახლა თევზებში რო იყო ამ, დაახლოებით 3 წლის განმავლობაში, თევზები არ იცით როგორი ენერგია, ცოტა რთული არის, თევზებს მართავს ნეპტუნი და ნეპტუნი ესე შეუმჩნევლად მოვიდა, აი ეს კრიზისი, მოდით ესე ვთქვათ, თითქოს არ ჩანდა ესე ხო გამოხატულად და აი შეფარული, დაფარული იცის უფრო ნეპტუნის თემატიკა, თევზების ენერგიამ ზოგადად, ხო? და განსაკუთრებით ნელა მუშაობს ნეპტუნი, აი ძალიან ნელი პროცესით, აი გაგუებს ნენელა და ვერ გრძნობ. და სხვათა შორის ანესთეზიას ნეპტუნი მართავს. აი ესე მუშაობს ნეპტუნი, მეგობრებო, და აი სატურნის და ნეპტუნის რო იყო თევზებში, და ნეპტუნი ბევრად ხანგრძლივი დროით იყო თევზებში, წლების განმავლობაში, ისე ნელა მოვიდა. რაღაც ისეთ ილუზიაში რო გაეხვევა. სხვათა შორის ნეპტუნის ენერგია ეს არის რაღაც კოლექტიურ ფსიქოსაც რო ეძახიან ხოლმე ადამიანები, ხო, რაღაც ისეთი ფანატიურ ენერგია ზოგადად, აი ფანატიზმი, ეს თევზების თემატიკა არის და ნეპტუნის თემატიკა არის. აი ეს ტენდენციები რაღაც გაბრუება იქნებოდა აი მთელ მსოფლიოს ენერგიებზე რო ჩავთვალოთ. ეს ორი ენერგია რო ფარულად რაღაც აიბურდა ყველაფერი, ხო, ნეპტუნურად ქაოსი, რომელშიც ჩვენ ვერ გრძნობდით ასე თუ ისე თუ ქაოსი იქნებოდა და ეხლა ზუსტად გადასვლის მომენტში უკვე წინასწარი არის ხოლმე ამისი იმპულსები, ეხლა ვერჩი უნდა გადავიდეს, ანუ რადიკალურად, ძალიან უხეშად ვერძი ეს ძალიან ისეთი გამწევი ენერგია არის და ძალიან ესე დაგვაჯახებს, თქვათ, სად ვიყავით ცოტა ბურუსში, ცოტა ილუზიაში, ცოტა ფანატიზმში, ცოტა შემგუებელ პოზიციაში, რომ ვეგუებოდით ნენელა რაღაცა როგორ გვახრჩობდა მაგალითად. ხო, აი რო გაახელ თვალებს ნეპტუნის დროს აღმოჩნდები, რომ უკვე ჭაობში ხარ, უკვე ვერაფერს ვეღარ აკეთებ. ამავე დროს ურანი, ცვლილებების პლანეტა, გადადის ტყუპების ზოდიაქოში, ტოვებს კუროს ენერგიას. ურანი ჩვენთან არის ცვლილებები, ეს არის მთლიანად, როცა საერთოდ განახლება ხდება, იცვლება ყველაფერი, არაფერს არ ტოვებს ურანი.